ქალბატონი, რომელიც მოსწავლეებს სიყვარულსა და განათლებას ნახევარი საუკუნის მანძილზე უზიარებდა, 17 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იმ სკოლას, სადაც თითქმის 5 ათეული წელი ქიმიას ასწავლიდა. ღვაწლმოსილი მასწავლებელი ახლა ძირითადად საოჯახო საქმეებითაა დაკავებული, თუმცა მისი მონაწილეობით ეს მდგომარეობაც ისეთივე ნაყოფიერია, როგორც უკან მოტოვებული წლები. ორი წიგნის ავტორი 83 წლის ასაკში მესამეს გამოსაცემად ემზადება და ფიქრობს, რომ ქალისთვის ბედნიერება, ოჯახი და საყვარელი საქმის კეთებაა. შანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი ქისტაურიდან. ეს ბავშვები არიან სკოლაში? ბავშვები არიან. თეთრი ხალხები თვითონ მოქონდათ ალბათ თვითონაც. რატო ფიქრობთ? იცით რა არის? აი იყო რომ დღის წესრიგშია ქიმია, იწერებოდა გაზეთებში, რა ვიცი. პირველი გაკვეთილის ჩატარება ჯერ კიდევ სტუდენტობისას მოუწია. 23 წლის გოგუმ საგაკვეთილო პროცესს თავი წარმატებით გაართვა და პედაგოგობა მტკიცედ გადაწყვიტა. გაკვეთილის დროს არ აღღელავდი, მაგრამ წინასწარ რა თქმა უნდა ძალიან ღელავდი და აი მაშინ გადავწყვიტე რომ გამომივიდა და მასწავლებლად უნდა წავსულიყავი. საერთოდ დიპლომში გვიწერია ქიმიკოსი, პედაგოგი. ჩვენი კურსელი ბევრი წავიდა ინჟინერი გახდა, ანდა უბრალოდ ქიმიკოსი. ხო და აი მე მაშინ გადავწყვიტე რომ აუცილებლად მასწავლებელი გავხდებოდი. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებიდან მალევე მშობლიურ სკოლას ქიმიის მასწავლებლის რანგში დაუბრუნდა. მას შემდეგ ლალი ყარალაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლაში 50 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქიმიას და ამავე სკოლას 17 წელი ხელმძღვანელობდა. მასზე როგორც აქტიურ და წარმატებულ პედაგოგზე ხშირად წერდა ადგილობრივი და ცენტრალური პრესა. ახლა უკვე პენსიაში გასული პედაგოგი ამბობს, რომ სკოლაში მუშაობის წლები საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში. ერთი წელი ვიყავი წალენჯიხაში, განაწილებით წავედი, ჩემ მშობლიურ სკოლამ მიმიწვია მერე იქიდან და ჩემ სკოლაში მუშაობ მთელი ეს პერიოდი დანარჩენი. ვიყავი ქიმიის მასწავლებელი, წუთშესვენება არ მქონდა. იმდენად ვიყავი ჩართული ბავშვებთან მუშაობაში, არა მარტო გაკვეთილები იყო ჩემი ვალდებულება, ასე ვთქვათ, ჩემი თავისგან. ვატარებდი მათთან ძალიან ბევრ ღონისძიებებს, ქიმიის საღამოებს. პროფესიისა და ბავშვების სიყვარულს, რომელსაც ლალი ყარალაშვილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მოსწავლეებს უზიარებდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. გულისხმიერი და სანდო მასწავლებელი დღემდე ახსოვთ ყოფილ მოსწავლეებს. ამის ნათელი მაგალითია ემიგრანტი ნამოწაფრების მიერ ლექსების კრებულის საჩუქრად გამოცემა. როცა ძალიან მომაწვებოდა ეს მუზა, ასე ვთქვათ, ხომ წერდი, რა თქმა უნდა, მაგრამ წიგნის გამოშვებაზე არც მიფიქრია. აი მე როცა უკვე აღარ ვიყავი მასწავლებელი და აღარც დირექტორი, სოციალურ ქსელში რამდენიმე ლექსი დავდე და ერთ-ერთი იყო ემიგრანტი დედის ვედრება და შემეხმიანენ ემიგრანტები ბევრი და ერთი წერილი მივიღე ჩემი ყოფილი მოსწავლისგან, ნატალია კახიძესგან, რომ ახსოვდა ყველაფერი ის, რაც სკოლაში ხდებოდა მის დროს და ისეთი თბილი წერილი იყო და თან წერდა, რომ გადავწყვიტეთ თქვენმა ნამოწაფრებმა თქვენი ლექსები წიგნად გამოვცეთო და მიიღეთ ეს ჩვენგან საჩუქრათო და ლალი მასწავლებელო გვიყვარხართ გვიამაღებითო. ლალი მასწავლებელი წლებია საოჯახო საქმეებითაა დაკავებული, თუმცა ზოგჯერ, როცა მუზა ესტუმრება, ლექსები და გამონათქვამები ქაღალდზე გადააქვს. ორი წიგნის ავტორი გამოსაცემად მესამე წიგნს ამზადებს. ღვაწლმოსილ პედაგოგს მიაჩნია, რომ მისი პროფესიული წარმატება ოჯახის მხარდაჭერამ განაპირობა. მისი აზრით, ქალისთვის ბედნიერება, ოჯახი და საყვარელი საქმის კეთებაა. ერთნაირად მნიშვნელოვანია ოჯახიც და პროფესიაც და ამაში ჩემი დედა მეხმარებოდა. ჩემი დედა ყოფილი მასწავლებელი იყო, ის მერე უკვე პენსიაზე გავიდა და რა თქმა უნდა საოჯახო საქმეებში მეხმარებოდა და აი ქმარიც ისეთი მყავდა, რომ წავიდოდი ვენახში, ის ვენახში ქონდა და ვენახში მუშაობდა ხოლმე და მეც მინდოდა, რომ
იქ რაღაც გამეკეთებინა, წადი შენი საქმე ნახეო, ესე იცოდა. და რატომღაც მოვახერხე ასე, რომ ბევრი დრო ბავშვებისთვის დამეთმო. ლალი ყარალაშვილს გასახსენებელი და მოსაყოლი ბევრი აქვს. ბებია ჩემი იყო ანა ბაგრატიონ ბაბადიში. ერისთავებისა და ბაგრატიონ ბაბადიშების თავადური შტოს შთამომავლის საოჯახო ალბომში ფოტოზე გამოსახულ პერსონებს უნიკალური და განსხვავებული ცხოვრების თუ წოდების ისტორია აქვს. თუმცა 83 წლის პედაგოგის აზრით, ყველა წოდებასა და ჯილდოზე უპირატესი გულწრფელი სიყვარული და დედაშვილობის ფენომენია. ურჩევ ყველა დედას თუ მიიღებენ ჩემს რჩევას, რომ არ მართონ თავიანთი შვილები, უბრალოდ დაეხმარონ მათ, რომ ისწავლონ საკუთარი თავის მართვა. როცა მართავ შვილს მიიღებ ავტომატ შემსრულებას. ამიტომ ჯობია, რომ მას თავის მართვა ასწავლო ბავშვობიდანვე. პირველ რიგში მიულოცავდი ყველა ქალს 8 მარტს. ქალთა დღეს მათი თვალები ალბათ ამბობენ, ეს მე ვისურვე, ყოფილიყო ქვეყნად განმეორება, მირიადი იათ შლილობა, რამე თუ თვით ვარ, განმეორების დიდი საწყისი, დედაშვილობა. და კარგად ყავდეთ შვილები, ქვეყანაზე მშვიდობა იყოს და სულ ბედნიერებას.